აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის მეოთხე ეტაპი დასრულდა. პროგრამის სამიზნე ჯგუფს აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები წარმოადგენენ, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ. ასევე პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ავტორიზებული სამედიცინო სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტებს. 2024 წელს მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო აღნიშნულ პროგრამაზე. დაკმაყოფილებული იქნა 150 სტუდენტის მოთხოვნა. ასევე დავაფინანსეთ 3 სტუდენტის სამგზავრო ხარჯები უცხოეთში სწავლის. პროგრამა, რა თქმა უნდა, 2025 წელსაც გაგრძელდება. გაიზრდება ჩართულობა ჩვენი სტუდენტების და ბენეფიციარების რიცხვი. წარმატებული სტუდენტების სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე ფინანსდებიან. პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობა სტუდენტისთვის დავალიანების ქონა, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრება. თუ სტუდენტის აკადემიური მოსწრება 80-დან 90%-ია, პროგრამის ფარგლებში 500 ლარის ოდენობით ფინანსდება. 90-დან 99% აკადემიური მოსწრების შემთხვევაში 700 ლარით, ხოლო 99-დან 100% შემთხვევაში 1125 ლარით. წელს დავამატეთ კიდევ ერთი კატეგორია 70%-დან 80%-მდე, რომელიც ითვალისწინებს აკადემიურ მოსწრებასთან ერთად გარკვეული კატეგორიის ქონას. უნდა იყოს ან მრავალშვილიანი ოჯახიდან, ან სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა, ვეტერანი შვილი ან თვითონ ვეტერანი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ოჯახის შვილები, აუტიზმის სპექტრის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ასე შემდეგ. თუ პირი, რომელსაც აქვს 70-დან 80%-მდე აკადემიური მოსწრება, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ კატეგორიას მაინც და დაფინანსება გამოიყოფა. წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება. განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 2025 წლის თებერვალში დაიწყება. მეორე ეტაპი მაისის თვეში იგეგმება, ხოლო განაცხადების მიღების მესამე და მეოთხე ეტაპი აგვისტოსა და ნოემბრის თვეში მოხდება. დოკუმენტაციის გადმოგზავნა შეიძლება როგორც ონლაინ, ასევე შეუძლიათ მატერიალურად მოიტანონ სამინისტროში. ჭირდება განცხადება, ცნობა სასწავლებლიდან, რომ აქტიური სტატუსის სტუდენტია, ჭირდება რეკომენდაცია უნივერსიტეტიდან, ჭირდება ანგარიშ ფაქტურა, სადაც მას უფიქსირდება დავალიანება და აუცილებლად აკადემიური მოსწრების შესახებ აკადემიური მოსწრების ფურცელი. ნიშნების ფურცელი უნდა წარმოადგინოს ცოცხლად მატერიალურად. როდესაც გავიგე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის შესახებ, შემოვიტანე განაცხადი, შედეგად დამფინანსეს სწავლის გადასახადი. სტუდენტის შემოსმოყვარეობა შეიძლება მუდამ საკმარისი არ იყოს და გარკვეული მხარდაჭერა ყოველთვის არის საჭირო და დარწმუნებულია, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რის შედეგადაც წარმატებულად შევძლებ უნივერსიტეტის დამთავრებას, შემდეგ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას და მომავალში იმედი მაქვს დასაქმებასაც. კალენდარული წლის განმავლობაში სტუდენტებს პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ერთხელ, ხოლო მთლიანი სასწავლო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ. დეტალური ინფორმაცია განაცხადების მიღების დაწყების, აპლიკაციის შევსებისა და კრიტერიუმების შესახებ ნახეთ როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე სამინისტროს Facebook გვერდზე, ან დაუკავშირდით სამინისტროს ცხელხაზს.